როდესაც მთელი ყურადღება უკრაინაზე ქონდა გადატანილი, ვლადიმირ პუტინმა ვერ იგრძნო, როგორ ეხებოდა მის ზურგს ნელ-ნელა მახვი. მახვილი ნელა, მაგრამ შეუჩერებლად მაღლა ადიოდა, სანამ ბოლოს რუსი ლიდერის ხერხემაში არ ჩაასეს. მაშინვე მოხდა უზარმაზარი ღალატი და ეს გააკეთა ქვეყანამ, რომელიც პუტინს ეგონა, რომ თავის ჯიბეში ყავდა. სომხეთი. რითაც დასტურდება, რომ აღარავის ეშინია რუსეთის, სომხეთმა ზურგში დანაჩა არტყა პუტინს. არჩევნების შედეგები კრემლს არ აწყობს. მუქარები აღარ მუშაობს. რუსეთმა ახლახან სომხეთი დაკარგა და პუტინს მხოლოდ ყურება შეუძლია. 8 ივნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა და რუსეთმა სრულიად ჩაუვარდათ სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობა. სომხეთისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნად შეიძლება ჩაითვალოს ის, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ხელშეკრულების პარტიამ ხმების 49.8% მიიღო. პუტინის საყვარელმა პარტიამ ძლიერი სომხეთის ალიანსის ჯგუფმა მხოლოდ 23.2% აიღო. ეს საკმარისი იყო მეორე ადგილისთვის, თუმცა ფაშინიანის პარტიის შედეგის ნახევარზე ნაკლებია და ეს მეორე ადგილი პუტინისთვის ზურგში დანის ჩართმას გავს. რუსეთის ლიდერს ეგონა, რომ საკმარისი გააკეთა. ბინძური ტაქტიკები უნდა გადაეწყვიტა სომხეთის არჩევნები რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ქვეყნის ხალხმა ერთად არდგა და პუტინს უთხრა, სად წაიღოს თავისი არჩევნებში ჩარევა. და ასეთი ჩარევა საკმაოდ ბევრი იყო. როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, სომხეთის არჩევნები ჩატარდა იმ ფონზე, რომ რუსეთმა აკრძალა სომხეთიდან მრავალი საქონლის იმპორტი, რომელსაც ადრე ყიდულობდა. წყალი, ვარდები, ღვინო, ალუბალი, მარწყვი და თუნდაც კონიაკი აკრძალულ საქონელთა სიაში მოხვდა, რადგან პუტინი ცდილობდა გაეგზავნა მესიჯი. თუ არ მისცემთ ხმას ისე როგორც მე მინდა, სომხეთი დაკარგავს მილიონობით თუ არა მილიარდობით დოლარს რუსეთთან ვაჭრობაში. და პუტინის მუქარა სარწმუნო იყო, როგორც ეკონომიკური სირთულის ობსერვატორია აღნიშნავს. რუსეთი სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია და ქვეყნის მყიდველებს შორის მეორე ადგილს იკავებს, წლიურად 3.14 მილიარდი დოლარის იმპორტით. რუსეთი ასევე ბევრ პროდუქტსა და მომსახურებას ყიდის სომხეთში. ყოველწლიურად 9.24 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელსა და მომსახურებას აწვდის სომხეთს. ვლადიმირ პუტინი ზეწოლას ახორციელებდა ერთადერთი გზით, რომელიც მას შეუძლია, რათა უზრუნველყოს, რომ სომხეთის არჩევნები მის სასარგებლოდ დასრულდეს. მას სურდა შიში შეექმნა, არა რუსული არმიის შემოსევის, არამედ სხვა მიზეზით. სომხეთი მეგობარი უნდა ყოფილიყო, არა პოტენციური მტერი. არა, ვლადიმირ პუტინს სურდა, რომ ჩვეულებრივ სომხებს შეშინებოდათ იმ ეკონომიკური პრობლემების, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუ ისინი ზურგს შეაქცევდნენ რუსეთს და მისცემდნენ ხმას პრემიერ-მინისტრს, რომელიც ნელ-ნელა დასავლეთისკენ მიაქანებს ქვეყანას და შორდება პუტინის გავლენას. არაფერი ამან არ იმუშავა. მუქარებმა, დაშინებამ და სავაჭრო აკრძალვებმა შედეგი არ გამოიღო, რადგან ვლადიმირ პუტინს მხოლოდ ყურება შეეძლო, როგორ უარყოფდა სომეხთა უმრავლესობა რუსიფიკაციას. ეს დიდი გამარჯვებაა. ეს არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთლიანად დასავლეთის წინააღმდეგობისთვისაც დიდი გამარჯვებაა რუსეთის გავლენის მიმართ. და ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ პუტინის გეოპოლიტიკური გავლენა იმდენად შორს არ ვრცელდება, როგორც რუსეთის ლიდერს უნდა რომ გეგონოთ. ფაშინიანმა მკაფიოდ აღნიშნა, რატო არის ეს არჩევნები ასე მნიშვნელოვანი სომხეთისთვის. სომეხმა ხალხმა რეგიონული კეთილდღეობისა და თანამშრომლობისთვის მისსახმა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც 2018 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ რაც მშვიდობიანი აჯანყების ხელმძღვანელობაში მონაწილეობდა, კრემლთან მეგობრული ძველი მთავრობის წინააღმდეგ, ფაშინიანი მას შემდეგ მუდმივად პრობლემას უქმნის პუტინს. ის პუტინს ახსენებს, რომ ყველაფერს თავისი სურვილისამებრ ვერ გააკეთებს, თუნდაც შედარებით პატარა ქვეყნებში, სადაც რუსეთის გავლენის ტაქტიკას მუშაობის შანსი აქვს. 8 წელია ფაშინიანი დასავლეთთან, მათ შორის ევროკავშირთან და აშშ-თან დაახლოებას ცდილობს. ასევე მან იმუშავა ისტორიულ მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობის გამოსასწორებლად, რათა შეექმნა უფრო შეკრული და ერთიანი ერი. პუტინს ერთიანობას სძულს. ერთიანობასთან ერთად იშლება რუსეთის მთავარი სტრატეგია დაყოფის გამოყენება. 8 ივნის სომეხმა ხალხმა რუსეთს აჩვენა, რომ ისინი კვლავ ერთიანად დგანან ლიდერის გვერდით, რომელიც მათ სულ უფრო და უფრო შორს მიყავს რუსეთის გავლენისგან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს სომხეთისთვის დიდი გამარჯვებაა, ზოგი იტყვის, რომ ეს კიდევ უფრო დიდი გამარჯვებაა დასავლეთის ძალებისთვის, რომლებიც ცდილობენ პუტინი აიძულონ გააცნობიეროს, რომ ის ისეთი ძლიერი არ არის, როგორც გონი. შედეგების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიესალმა სომეხი ხალხის ერთობლივ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს ხაზს უსვამს უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. დამატებითი მხარდაჭერა გამოხატა დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდერ კოლმა, რომელმაც შეაქვა არჩევნების ჩატარების პროცესი და აღუთქვა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიესალმა შედეგს, განაცხადა, რომ სურს გააღრმაოს ურთიერთობები ამ ქვეყანასთან და მოუწოდა ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს სომხეთთან, რადგან ის დასავლური რეფორმების გზას ადგას. რაც შეეხება ევროკავშირს და მთლიანად ევროპას, ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შედეგმა აჩვენა, რომ ჰავერდოვანი რევოლუციის სული, რომელსაც თქვენ 2018 წელს ხელმძღვანელობდით, ცოცხალია და ძლიერი. პაშინიანისთვის გაგზავნილ გზავნილში მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა 4 ივნისს სომხეთს 58 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი შესთავაზა, რათა რუსეთის ეკონომიკური შანტაჟის მცდელობას წინააღმდეგობა გაეწია და დაჰპირდა, რომ მომავალშიც მეტი დახმარება იქნება. ეს რეაქციები გვიყვება, რას ნიშნავს სინამდვილეში პაშინიანის გამარჯვება 8 ივნისს. რუსეთის ყველა მტერი ბედნიერია, რომ პაშინიანმა გაიმარჯვა, რაც გაჩვენეთ, რამდენად მასშტაბური იყო ეს შედეგი. რაც შეეხება რუსეთს, უბრალოდ თქვათ, რომ პუტინი სულაც არ არის კმაყოფილი იმით, რასაც ის არექვამს როგორც უზარმაზარ ღალატს, გან რომლითაც მისი აზრით манипуლირება შეეძლო. რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ პუტინის ზეწოლის ტაქტიკებზე. ეს ტაქტიკები გაცილებით ცდებოდა იმ ეკონომიკურ-შრომიკურ შანტაჟს, რომელიც სომეხ ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად საარჩევნო უბნებზე მისვლამდე. რუსეთმა ამის გარდა კიდევ ბევრი რამ სცადა. ზოგიერთი მისი ტაქტიკა უფრო ფარული იყო ვიდრე სხვები. 29 მაისის ანგარიში როიტერსმა გამოავლინა, რომ რუსეთმა გააძლიერა დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა პრორუსული კანდიდატებისთვის ხმების მოპოვებას. ამის შესახებ აცხადებენ დასავლეთის 5 სადაზვერო ოფიციალური პირი და დოკუმენტები, რომლებიც როიტერს მიაწოდეს, აღნიშნავს ეს გამოცენა. ამ კამპანიის გარდა რუსეთმა კიდევ უფრო აშკარა გზა აირჩია და შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც 10,000-ობით სომეხი რუსის სომხეთში გადაყვანა იგეგმებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. სადაზვერო ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც როიტერს ესაუბრნენ, გაამხილეს, რომ რუსეთმა ამ გეგმის ღირებულება შეაფასა და დაადგინა, რომ 100,000 ამომრჩევლის გადასაყვანად 50 მილიონი დოლარი იყო საჭირო. მაისის შუა რიცხვებისთვის გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა უკვე შეადგინა რეგიონული კვოტებიც, რათა დაედგინა, სად იყო უკეთესი ამ მიგრანტი ამომრჩევლების განთავსება არჩევნებამდე. როიტერსი ამბობს, რომ გაურკვეველია, შეძლო თუ არა რუსეთმა ამ გეგმის განხორციელება. მაგრამ ეხლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. პუტინი დამარცხდა და ფაშინიანი გაიმარჯვა. რუსეთის მხრიდან ზეწოლა ასევე გამოიხატებოდა ბუნდოვანი მუქარებით და მცდელობებით, რომ სომხეთი რეფერენდუმებზე დაეყოლიებინათ, რაც პუტინს იმედი ჰქონდა კიდევ უფრო დაარღვევდა არჩევნებს. აპრილის დასაწყისში პუტინმა სომხეთს ძალიან საჯარო გაფრთხილება მისცა და განაცხადა, რომ ქვეყანას ახლა არჩევანი უნდა გაეკეთებინა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. მაგრამ უნდა იყოს აშკარა და გულწრფელად ნათქვამი თავიდანვე, რომ საბაჟო კავშირში ერთდროულად ევროკავშირთან და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან გაწევრიანება შეუძლებელია, განაცხადა პუტინმა გაფრთხილებაში, რომელიც პირდაპირ ფაშინიანს გადასცა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არის ფხვიერი ეკონომიკური ბლოკი, რომელშიც შედიან სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ყაზახეთი. ის დაარსდა 2015 წელს და მიზნად ისახავს თავისუფალი ვაჭრობისა და შრომითი ძალის გადაადგილების ხელშეწყობას ყველა წევრს შორის. რუსეთი დომინირებს ამ ჯგუფში და პუტინის გაფრთხილება გულისხმობს, რომ ის სომხეთს ამ კავშირიდან ამოაგდებს, თუ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებას შეეცდება და მისი ხმა რუსეთის ინტერესებს არ დაემთხვევა. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა არ იმუშავა. სომხეთის ხალხმა პუტინს პირდაპირ უპასუხა, რომ მათ ევროპის დიდი მოძალადის არ ეშინიათ. თუ ერთი კავშირის დაკარგვა, რათა მიიღონ წდომა ბევრად უფრო დიდ და მხარდამჭერ კავშირზე, არის ის ფასი, რომელიც სომხეთმა უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ რუსეთი მის პოლიტიკაში არ ჩაერიოს. მაშინ ქვეყნის ხალხმა უკვე აჩვენა, რომ ისინი მზად არიან ეს ფასი გადაიხადონ. და კიდევ არის სანუელ კარაპეტიანი. ვინ არის, ალბათ იგითხავთ? ის არის პრორუსული ძლიერი სომხეთი პარტიის ლიდერი, რომელიც ქვეყნის არჩევნებში შორეულ მეორე ადგილზე გავიდა და ის უკმაყოფილოა. ისტერიკები იმართება პროკრემლის სასახლეში კაცის, რომელიც მზად იყო პუტინის ლაქიად ქცეულიყო. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. სწორედ ამიტომ ვქმნით ამ ვიდეოებს, რათა გამამოავლინოთ, როგორ მოქმედებს ძალაუფლება და რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი. თუ მოგწონთ ის, რასაც უყურებთ, არ დაგავიცილდეთ გამოწერა, რომ მეტი ჩვენი ვიდეო ნახოთ. სომხეთის არჩევნების შემდეგ კარაპეტიანი თავის უზარმაზარ სასახლეში ინტერვიუს აძლევდა, სადაც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც დაადანაშაულეს თავისი ქვეყნის მთავრობის დამხობისკენ მოწოდებაში. კარაპეტიანი უარყოფს ბრალდებას და ეხლა როცა არჩევნები წააგო, კიდევ უფრო მეტ დროს გაატარებს იმ კედლებთან, რომლებმაც უკვე რამდენიმე კვირაა გარს შემოარტყეს. კარაპეტიანი აღშფოთებული აცხადებდა, რომ არჩევნების შედეგები სირცხვილია, რადგან მისი თქმით, მისი გუნდის 70 წევრი დააკავეს და არჩევნების მიმდინარეობისას 700-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. მათ გადაწყვიტეს არჩევნების დღეს აუხსნელი ქმედებები ჩაეტარებინათ. მსოფლიო ისტორიაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხმების დათვლა შეწყდა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შედეგებს მეორე დილის 9 საათზე გამოაცხადებენ. დამარცხებული კანდიდატის თქმით, როდესაც დაინახეს, რომ მათი შედეგები ყოველწუთს უარესდებოდა, მათ დათვლა შეაჩერეს. როგორც ჩანს, არც ამ ბრალდებების და არც იმ საარჩევნო გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს, რომელთა შესახებაც ახლა კარაპეტიანი ამტკიცებს, რომ მოხდა. სომხეთის ყველაზე გამორჩეული პრორუსული პარტიის ლიდერი ახლა ითხოვს შედეგების გაუქმებას, რათა მას კიდევ ერთი შანსი მიეცეს ისარგებლოს რუსეთის შანტაჟით, დეზინფორმაციით და მიგრანტი ამომრჩევლების ტაქტიკით.
პუტინს ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი საყვარელი რუპორი დმიტრი პესკოვი რუსეთის ლიდერის სახელით გამოვიდა და სომხეთის არჩევნის დრაჩვენების დროს დარღვევების შესახებ ბუნდოვანი ბრალდებები გააჟღერა. მართლა პესკოვი, შენ მაინც აპირებს სხვა ქვეყანას უსამართლო არჩევნებში დასდო ბრალ. შენ ცხოვრობ რუსეთში, ვლადიმირ პუტინის მმართველობის ქვეშ. მართალია ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმეს ნამდვილად ესმის, როგორ გამოიყურება საარჩევნო დარღვევები, ეს შენ ხარ. მაგრამ ერთადერთი მტკიცებულება საარჩევნო დარღვევების შესახებ სომხეთის არჩევნებში მოდის იმიდან, რასაც რუსეთი თვეებია ცდილობს, რომ ხმები თავის სასარგებლოდ გადაეხარა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელეა. ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, სომხეთის ამომრჩევლებს ჰქონდათ რეალური არჩევანი კამკანდიდატებს შორის ქვეყნის არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები რთულ გარემოებებში ჩატარდა. დაკავებებისა და რუსეთის ჩარევის მიუხედავად, თავად საარჩევნო პროცესი რეგულირდებოდა განახლებული საარჩევნო კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც დემოკრატიული არჩევნებისთვის მყარ საფუძველს ქმნის, განაცხადა საბჭომ. ჟურნალ ეკონომისტის ცნობით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ არჩევნები გამჭვირვალედ და ეფექტურად შეაფასა. ის რეალობა, რომელსაც კარაპეტიანი უნდა შეეგუოს, ისაა, რომ რუსეთისთან ალიანსმა მას და მის პარტიას ძალიან ცუდი შედეგები მოუტანა. არც ერთი იმ პოლიტიკისა და გზავნილის, რასაც ეს თვითმარქვია ლიდერის თავაზობდა, არ იყო საკმარისად მიმზიდველი სომხეთის მოსახლეობისთვის, რომ მათ კურსი შეეცვალათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დეზინფორმაციის მანქანა კულისებში აქტიურად მუშაობდა. კარაპეტიანს მხოლოდ მოძველებული ნაციონალის ჰქონდა შესათავაზებელი და დაპირება, რომ სომხეთი რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს დაამყარებდა, მაშინ როცა ქვეყნის უმეტესობა საპირისპიროს ისურვებდა. და უცნაური წინადადება სექსის სამინისტროს შექმნის შესახებ, რათა შემცირებული ნაყოფიერება აღმოეფხვრათ და უზრუნველეყოთ, რომ ქვეყანაში დაუკმაყოფილებელი ქალი არ დარჩებოდა. კარაპეტიანი ფიქრობდა, რომ ეს დიდი იდეა იქნებოდა ის ფიქი, რაც სომხეთის ხალხს სჭირდებოდა. საბოლოოდ კი ეს უსიცოცხლო მარცხი აღმოჩნდა. ეხლა მთავარი კითხვა ისაა, რა მოხდება მომავალში. სომხეთის ხალხმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება და ფაშინიანი კვლავ რჩება ხელისუფლებაში. ნიშნულოვანია აღნიშნოთ, რომ რუსეთი დაზიანებულია, მაგრამ ის მაინც შეეცდება გავლენა მოახდინოს იმ მიმართულებაზე, რომელსაც სომხეთი ამიერიდან აირჩიოს. ევროპული პოლიტიკის ცენტრი ამას აღნიშნავს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა დასავლეთს მისცა ხმა, ის ჯერ კიდევ ვერ ახერხებს რუსეთისგან თავის დაღწევას. ყოველ შემთხვევაში, არადაუყოვნებლივ. ფაშინიანმა ხმების ოდნავ ნაკლები ვიდრე 50% მოიპოვა, რაც ნაკლებია იმ 2/3 უმრავლესობაზე, რაც სჭირდება სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, რაც რუსეთს ექსპლუატაციის შესაძლებლობას უტოვებს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ფაშინიანს არ შეუძლია კონსტიტუციიდან ამოიღოს ბუნდოვანი მტკიცებები მთიანი ყარაბაღის საკუთრებაზე, რასაც აზერბაიჯანი მოითხოვს, თუ სურს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. რუსეთი კვლავაც სომხეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და პუტინი სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად ეცდება ამ ფაქტზე დაყრდნობას, რათა ფაშინიანის ამჟამინდელი ვადის პირველი რამდენიმე თვე უფრო მტკივნეული გახადოს, ვიდრე უნდა იყოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოწვევებს ვერ აუვლით გვერდს, პუტინისთვის ეს ზურგში ისეთი ღრმა დანაა, რომ რუსეთის ლიდერმა იცის, ცვლილებების ქარი სომხეთისკენ უბერავს. ჩვენ აზერბაიჯანი ვახსენეთ. ამ ქვეყანას თურქეთთან ერთად სომხეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რაც კრემლის ცეცხლზე ნავთს ასხამს. რუსეთი უკმაყოფილებითა და განხეთქილებით იკვებება. მას უყვარს ქაოსი, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ქვეყნები ერთმანეთს არ ეთანხმებიან, რადგან ეს ქაოსი შესაძლებლობებს ქმნის. მაგრამ ეს ქაოსი შეიძლება ნელ-ნელა გაქრეს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება, სანამ აზერბაიჯანს თავისი მთავარი პირობა ძალაში აქვს. მაგრამ როგორც კარნეგის ფონდი აღნიშნავს, დასავლეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის შესაძლებლობები ახლა უნდა იქნას გამოყენებული. ივლისში ანკარაში ნატოს სამიტი თურქეთს აძლევს შესაძლებლობას ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ლიდერებსა და დასავლეთის მთავარ ძალებთან, როგორიცაა აშშ. რაც შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი დაძაბულობის შემსუბუქებისკენ. დაიწყოს ვაჭრობა და ხალხმა იმოძრაოს, ამბობს ფონდი, რადგან მისი აზრით ფაშინიანის გამარჯვება ერთი ნაბიჯით აახლოებს იმ ნორმალიზაციას, რომელიც სომხეთში უნდა მოხდეს, რათა რუსეთის გავლენა გაქრეს. ეს ის გეოპოლიტიკური ნაბიჯებია, რომელთა ნახვაც პუტინს ყველაზე ნაკლებად სურს, მაგრამ ისინი დაუყოვნებლივ არ განხორციელდება. უფრო უშუალო კი ის არის, რომ სომხეთმა მიანიშნა სურს საბოლოოდ დააფიქსიროს თავისი გადახვევა პუტინისა და მისი დამახინჯებული პოლიტიკისგან. ფაშინიანმაც კი ეს აღნიშნა თავის გამარჯვების სიტყვაში. იმავე სიტყვაში, სადაც მან თქვა, რომ სომხებმა ხმა მისცეს მშვიდობას, კეთილდღეობასა და რეგიონულ თანამშრომლობას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა: ვიმედოვნებ ამას თურქეთისა და აზერბაიჯანისგან დადებითი პასუხი მოხვება. ეს საკმაოდ ნათლად აჩვენებს, სად არის ფაშინიანის პრიორიტეტები და ისინი პუტინთან არ არის. ფაშინიანს ასევე აქვს პირდაპირ მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან, რომელმაც როგორც The Guardian იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დიდ მეგობრად და ლიდერად მოიხსენია. ეს ყველაფერი რუსეთისთვის ცუდი ნიშნებია. მაგრამ პუტინს ყველაზე მეტად ის დააზარალებდა, თუ ევროკავშირი გადაწყვეტდა სომხეთის წევრობაზე თანხმობის მიცემას. ფაშინიანის ხელმძღვანელობით სომხეთმა მიიღო კანონი, რომლითაც დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც დაახლოებით 1 წლის შემდეგ მოხდა, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა განაცხადა, რომ მზად იყო სომხეთის მისაღებად.
დაახლოებით 1 თვით ადრე სომხეთის გადამწყვეტ არჩევნებამდე. ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ ასევე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი ერთგულნი არიან ინსტიტუციური ინტეგრაციის, უსაფრთხოების თანამშრომლობის, ეკონომიკური მოდერნიზაციის, კავშირების, ინვესტიციებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართ. როგორც ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი აღნიშნავს, სომხეთი ცდილობს უფრო მეტად შეესაბამებოდეს ევროკავშირს. ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ სომხეთი სულ უფრო უახლოვდება ევროკავშირის წევრობას. თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გაწევრიანების პროცესის დაჩქარება, ის არა მხოლოდ ახალ მოკავშირეს შეიძენს, არამედ პუტინის მიზანს, იძულებითა და დეზინფორმაციით ევროპის დიდი ნაწილის კონტროლს, ძლიერ დარტყმას მიაყენებს და ასე უბრუნდებით პუტინს. მან ახლახან დაკარგა ერი, რომელიც ეგონა რომ შეეძლო ემართა. ეს უკვე თავისთავად დიდი პრობლემაა, მაგრამ პუტინისთვის ნამდვილი პრობლემა შემდეგია. ის კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა გლობალურ არენაზე. მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში შეიჭრა, პუტინმა ნახა, როგორ ტოვებენ მისი მოკავშირეები მას ერთმანეთის მიყოლებით. უკვე თვითონ შეჭრით პუტინმა თავისი ქვეყანა დასავლეთისთვის გარიყულად აქცია, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელმა აჩვენა, რომ მან დაკარგა ბაშარ ალ-ასადი სირიაში, ნიკოლას მადურო ვენესუელაში და ალი ხამენეი ირანში. ეს სამი მთავარი მოკავშირეა, რომლებმაც რუსეთს საშუალება მისცეს თავისი გავლენა გაევრცელებინა აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. ტკივილს ამძაფრებს ისიც, რომ რუსეთმა 2 თვით ადრე კიდევ ერთი მარცხი განიცადა, ვიდრე სომხეთი გამოაცხადებდა, რომ აღარ სურს რაიმე კავშირი რუსეთთან. უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირის წევრია და შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ყველაზე დიდი მოკავშირე იყო კონტინენტზე, ზუსტად იგივე გააკეთა. ვიქტორ ორბანი აღარ არის ხელისუფლებაში. უნგრეთში ახალი მთავრობა მოვიდა, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა დაკარგა შესაძლებლობა თავისი ერთ-ერთი მარიონეტის მეშვეობით დაბლოკოს ევროკავშირის ზომები. აი ესე გამოიყურება გეოპოლიტიკური გავლენის დაშლა. სომხეთის არჩევნები მხოლოდ ბოლო მაგალითია იმისა, რომ სოფლიოში არსებული ყველა ჩარევა და დეზინფორმაცია ვერ დაფარავს ფაქტს, რომ პუტინი არის გამხმარი კრევეტი, რომელიც ცდილობს გეოპოლიტიკური ძლევამოსილი ლიდერის როლი ითამაშოს. რაც სავარაუდოდ შემდეგ მოხდება, არის დიპლომატიური განხეთქილების გაღრმავება რუსეთსა და სომხეთს შორის. კრემლი ამას ისე წარმოაჩენს, თითქოს არაფერია განსაკუთრებული. კრემლი იტყუება: როდესაც სომხეთი დასავლეთისკენ მიიწევს და საბოლოოდ იღებს კურსს ევროკავშირის წევრობისკენ, პუტინსა და მის გარემოცვას მხოლოდ დარჩენიათ უყურონ, როგორ ჩაიშალა მათი ინტრიგები კიდევ ერთხელ. უკრაინაში შეჭრამდე ასეთი კოლაფსი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ პუტინმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და ყოფილი მოკავშირეები მტრებად იქცნენ. სომხეთმა მას უბრალოდ აჩვენა, რატო აქვს ამას მნიშვნელობა. ქვეყანამ, რომელზეც პუტინი ვაჭრობის მოკავშირედ და დიპლომატიურ ბუფერად ითვლიდა, რუსეთს უბრალოდ უთხრა სად წასულიყო. შიში გაქა და პუტინმაც ეს იცის. ის რეალურ დროში უყურებს, როგორ ქრება სომხეთის ფხეთის პოსტსაბჭოთა ეპოქის რუსეთზე დამოკიდებულება. ეს ყველაფერი სომხეთის დაკარგვიდან დაწყებული და პუტინის გეოპოლიტიკური გავლენის სხვაგან ჩამოშლამდე უკრაინაში ომის პირდაპირი შედეგია. პუტინის ყურადღება ზედმეტად გადატანილია მის შეჭრაზე, რაც ნიშნავს, რომ მან სხვაგან უწინდებურად ვეღარ მოქმედებს და ეს აღარ შეიცვლება. ამჟამად უკრაინის შიგნით რუსეთს კიდევ უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე ის, რომ სომხეთმა პუტინს ზურგში დანაჩასცა. რუსეთის ძალები ხარკივის მონაკვეთიდან გარბიან და ეს შეიძლება მთლიანად შეცვალოს ყირიმის ოკუპაციის მდგომარეობა. გაიგეთ რატომ? უყურეთ ჩვენს ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი ანალიზი ევროპის და გლობალური გეოპოლიტიკის უახლეს მოვლენებზე. მადლობა ყურებისთვის.